ხელისუფლება დაუღალავად გვიმტკიცებს, რომ ქვეყნის ეკონომიკა განიცდის უპრეცედენტო წინსვლას. ამ მტკიცებს დაჟინებით, თუმცა ავიწყდება ეკონომიკური წინსვლა და ეკონომიკური ზრდა არის ის, რასაც მოქალაქეთა უმეტესობა საკუთარ ჯიბეზე გრძნობს. სხვა ყველაფერი ციფრები ჯონგლიორობა, მანიპულირება და თვალებში ნაცრის შეყრა. რუსული ოცნება გვესაუბრება ეკონომიკის უპრეცედენტო ზრდაზე 10%-ზე. მაშინ, როდესაც 2023 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ზრდა 5%-ია და ეს მაშინ, როდესაც ბოლო 2 წლის განმავლობაში ფასების ზრდამ დაახლოებით 25% შეადგინა. რას ნიშნავს ეს? შეიძლება გვაქვს სულ ოდნავ მეტი ფული ნომინალურად, მაგრამ აბსოლუტურად ყველაფერი, რისი ყიდვაც გვიწევს, ბევრად უფრო ძვირი ღირს. ღარიბაშვილი თავს გვაწონებს 10%-იანი ზრდით და ამ დროს აქვე ჩვენს მეზობელ სომხეთში ეკონომიკური წლიური ზრდა იქნება 13%. შორეულ კონტინენტებზე პოულობს ქვეყნებს და მას ედრება და რატომღაც მეზობელი ქვეყნები არ ახსენდება. მხოლოდ იმიტომ, რომ ხელს უშლის ალბათ ქოთნისთვის სასურველ მხარეს ყურის გამობმაში. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში ჩვენი ეკონომიკა ისე გაიზარდა, რომ მთელს ევროპას და ამერიკას შურდა. ისეთი სურათი დახატა, თითქოს მთელი მსოფლიო ჩვენ შემოგნატროდეს, ჩამოთვალა ის ქვეყნები, რომელთა ეკონომიკური ზრდა ჩვენსაზე ნაკლებია, თუმცა არაფერი უთქვამს იმაზე, რამდენად მეტი ქვეყანა გვისწრებს. გარდა ამისა, ეს არის ტიპიური მანიპულაცია და აი რატომ. მთლიანი შიდა პროდუქტის 1%-ით ზრდის შემთხვევაში, მაგალითად, ლუქსემბურგის ერთ მოქალაქეს სიმდიდრე გაიზრდება $1200, მაშინ როცა საქართველოს მოქალაქეს გაიზრდება მხოლოდ $48. ღარიბაშვილი ევროპული პერსპექტივის ნაცვლად გვატყუებს ტრადიციულად და გვეუბნება, რომ სამაგიეროდ გვაქვს ეკონომიკური ზრდა, რაც სინამდვილეში რაში აისახება. 2015 წელს ქვეყანაში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა იყო 390,000 ადამიანი. 2021 წლის ბოლოს 660,000. აი მხოლოდ 6 წელიწადში სოციალურ დაუცველთა რაოდენობამ იმატა და გაიზარდა 270,000 საქართველოს მოქალაქით. NDI-ის უკანასკნელი კვლევით საქართველოს ყოველი მესამე მოქალაქე ამბობს, რომ ხშირად ოჯახისთვის საჭირო საკვებისთვის საკმაოდ საკმარისი ფული არ აქვს. 2012 წელს ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი იყო 30 მილიარდი ლარი. 2022 წელს იქნება მხოლოდ 45 მილიარდი ლარი. ესე იგი, ქართული ოცნების მმართველობის 10 წლიან პერიოდში ეკონომიკა რეალურად გაიზარდა მხოლოდ 15 მილიარდი ლარით, რაც ძალიან ცოტაა. საშუალო წლიური ზრდა ოცნების პერიოდში იყო მხოლოდ 4,1%. ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში არსებული ზრდა 6,24% საშუალო წლიურად, რომ შენარჩუნებულიყო დამატებით 1-ამდენი, ანუ დაახლოებით 15 მილიარდით გაიზრდებოდა ქვეყნის ეკონომიკა. ფაქტობრივად ოცნების მმართველობის პერიოდში ეკონომიკამ დაკარგა 15 მილიარდი ლარი მინიმუმ და თუ კი ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით ვიმსჯელებთ, დაახლოებით 40 მილიარდი დააკდა ქვეყნის ეკონომიკას. რომ არა ხელისუფლების მთელი ეს ეკონომიკური კრახი, შემცირდებოდა მიგრაცია, დღეს პენსია იქნებოდა დაახლოებით 600 ლარი. დღეს საშუალო ხელფასი იქნებოდა 3,000 ლარი. ქვეყანას არათუ არ დატოვებდა 10,000-ობით ადამიანი, არამედ ბევრი ჩვენი თანამემამულე დაბრუნდებოდა უკან და არც სახელმწიფო ვალი გაიზრდებოდა ამ ზომით. ეკონომიკა რომ გაზრდილიყო საშუალო წლიურად 6,24%-ით, მაშინ დღეს საქართველოს მოქალაქე იქნებოდა 2-ჯერ უფრო მდიდარი, ვიდრე არის დღეს. მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე იქნებოდა დაახლოებით 18,000 ლარი ნაცვლად 11,000 ლარისა. საშუალო ხელფასი, რომელსაც დასაქმებულთა ნახევარზე მეტი დღეს საქართველოში იღებს, იქნებოდა არა 674 ლარი, რაც დღეს გვაქვს ქვეყანაში, არამედ 1,500 ლარი.
სოციალური შემწეობის მიმღეთა ბაზაში არ იქნებოდა დარეგისტრირებული ყოველი მესამე და 660,000 ადამიანის ერთადერთი შემოსავალი არ იქნებოდა სახელმწიფო სოციალური შემწეობა. ქვეყანაში გაჩნდებოდა კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა, რადგან რაც უფრო მაღალი შემოსავალი აქვს ადამიანს, მით უფრო მეტს ხარჯავს და შესაბამისად გაიზრდებოდა მოთხოვნა ადგილობრივ წარმოებაზე, რაც კიდევ უფრო მეტ შემოსავალს მისცემდა ყველას, დაწყებული სოფლის მეურნეობიდან დამთავრებული სხვა დარგებით. და ბოლოს, მომდევნო 3 წლის განმავლობაში ენერგეტიკაში 3 მილიარდი დოლარის ინვესტირება პრემიერ-მინისტრის მორიგი სიცრუეა. როცა ყველა დიდი პროექტი გაჩერებულია და ინვესტორები გაქცეულია ქვეყნიდან. ამ მასშტაბის ინვესტიციების განხორციელება დღეს დროის თანაც ამ მოკლე მონაკვეთში ფანტაზიის ჟანრს განეკუთვნება. სწორედ ამიტომ ტოვებს ქვეყანას საქართველოს 100,000-ობით მოქალაქე. იმიტომ რომ მათ უნდათ ღირსეული აწმყო და ღირსეული მომავალი. უნდათ არჩევანის თავისუფლება, უნდათ განათლება, უნდათ შემოსავალი და უნდათ უსაფრთხოება. სწორედ ამიტომ არ გვაქვს დასაკარგი დრო, რუსული ოცნების ხელისუფლების ყოველი დღე არის არა მხოლოდ სტაგნაცია, არა მხოლოდ უკუსლო, არა მხოლოდ ცუდი აწმყო, არამედ ცუდი მომავალი. სწორედ ამიტომ ჩვენ უნდა ვიმოძრავოთ წინ და რაც შეიძლება სწრაფად ჩამოვაშოროთ რუსული ოცნება მართვის ბერკეტებისგან. დიდი მადლობა.